დრო როცა ყველაფერი ბუნდოვანი ჩანდა, საკუთარი ხმაჩუმად მეჩვენებოდა სამყაროს კი თითქოს არ ისმოდა რას ვცდილობდი მეთქვა. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ რაღაც მეძახდა, რაღაც უფრო დიდი, ვიდრე ყოველდღიურობა. მაშინაც კი როცა პასუხები არ მქონდა, ვგრძნობდი, რომ სადღაც არსებობდა ადგილი, სადაც ადამიანი შეიძლება თავიდან დაიბადოს. არა სხეულით, არამედ აზრით, მიზნით და სულით. და ეს ადგილი აღმოჩნდა ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო. სწორედ აქ დაიწყო ჩემი უდიდესი გარდასახვა. აქ სიტყვა მიიღო ძალა, ფიქრმა ფორმა და ჩემმა სიჩუმემ ხმა. ინკოგნიტო მხოლოდ სტუდია არ არის. ეს არის სამყარო, სადაც ადამიანები სწავლობენ საკუთარი სინათლის დანახვას. აქ თითოეული ჩვენგანი მეხსიერებად იქცევა, რომელიც მომავალს აზრს აძლევს და ამ სამყაროს ცენტრში დგას ქალი, რომლის ენერგია და ხედვა გზად იქცა ჩვენთვის. ქალბატონი მანანა გაბრიჭეძე, ან უბრალოდ მანჩო. მანჩო მხოლოდ ხელმძღვანელი არ არის, ის არის ადამიანი, ვინც ხედავს შენ შეუნათალს, რაც თავად ვერ შენიშნა. ის გაძლევს საშუალებას საკუთარი თავის სხვა ვერსია იპოვო, ის რომელიც შენში ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ლოდინი შეიყო. ანუ ახლა გაინტერესებს საკუთარი ესეთი ჩვენოვანი შეთავაზებლის სახელობის ცენტრში, სადაც ხდება რუსთაველის ვებსაიტის გადაწერა, მაგრამ მე დაიწყე ინტერნეტ ტელევიზია და მე ჩემი ჟურნალისტებიც გააგრძელებენ ამის გადაწერას და ეს არჩევა ისტორიის განათლება ყველაზე მთავარი რაც არის ჩვენ ყველაფერს რუსულ ისტორიას და შემდეგი მონაწილე არის ქალბატონი მანანა გაბრიჭეძე, რომელსაც გადააქვს სერტიფიკატს მონაწილეობისთვის. ძალიან დიდი მადლობა. პირველად რესტრების ფაქტორის მსგავს ასე ვთქვათ რაიონ პროფორც და თვითონ სიმპოზიუმი იყო ძალიან სასიამოვნო, ძალიან ბევრი კარგი გამოსვლები იყო, მათ შორის კადრის მემორანდუმი ის ძალიან გამოვიდა ასე ვთქვათ და რომ არ მიჩქარებოდეს საბრძოლო არ მეკნები, ალბათ ბოლომდე დავრჩებოდი, წარმატებით გისურვებთ მიიღებით თანამშრომლობა და ზოგადად პატარა იყო ჟები მსგავსი მეტი ინფორმაციული რომ იყოს უფრო უკეთესი იქნებოდა. მართლა საინტერესო სიმპოზიუმია და მე ვფიქრობ, რომ ბევრმა ადამიანმა უნდა შეიტყოს ამის შესახებ. დროებით ბედნიერად და წარმატებული ყოლას. მე როისაც დავიმოგზაუროთ, აი მახსენდება საბერძნეთის კულტურებზე რომ გადავედით გემით, მაშინ გადავდებით მყავდა ინკოგნიტოს და დილის 6 საათზე ვიყავით უკვე გემზე ზემოთ. ეს აი ახალი თაობით მივდივართ და ეს იქნება რა უმყარი მოგზაურობა, გამოგხელით. დავიდეთ. ტელევიზია ინკოგნიტოს დამაარსებელი და ხელმძღვანელი ქალბატონი მანანა გაბრიჭეძე. მადლობა გადავხამო ქალბატონინას. ასეთი სასიამოვნო და სასურველი გოგოს დასაჯურდებლად მეწმუნე, როდესაც ვნახე თუ რა აქვს გაშუქებული, ძალიან დიდი ემოცია მქონდა. მადლობა ამისათვის, ინა რომ ეს შანსი მომეცი. რაც შეეხება თქვენ მართლა ძალიან წარმატებული ხართ და მე ბედნიერი ვარ. ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო უკვე წლებია ნორ ჟურნალისტებს ზრდის და მე უკვე დიდ ტელევიზიებში ასე ვთქვათ აინაწილოს. Dai, va bene, no? თქვენთვის გადაცემაზე ვიმუშავებ თურქეთიდანა. Bye. Bye. მე ის რა იყო? აი მე რაღაცა თავი გაეცა. სასწაულია მე მეჭირა ხელში სასწაული.
არ ვიცი, წამოდით. 26 წელია ზრდის ნორჩ ჟურნალისტებს. მას მრავალმხრივი განათლება აქვს მიღებული, თუმცა მის მთავარ პროფესიად ჟურნალისტობას მიიჩნევს. ნომინაციაში გამოცდილება და ხარისხი 2023 ჯილდოვდება ქალბატონი მანანა გაბრიჭიძე. აპლოდისმენტები თუ შეიძლება. უღრმესი მადლობა. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო აი ამ ორ ძვირფას ქალბატონს, რომლებმაც მათმა მოგვეცით ძალა ჩვენ ქალბატონებს, რომ კიდევ უფრო მეტი ვაკეთოთ. მინდა ნათიას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ მე ერთ დროს BBC აკადემია დავასრულე. მადლობა მისცეს შენ. არ მინდა გამომრჩეს ჟიურის წევრები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ აუცილებლად გამختارიყავი მე თქვენი გუნდის წევრი. მოგესალმებით, ჩვენ უკვე არაერთხელ ვუმასპინძლეთ ბატონკარიელს ჩვენ სივრცეში და მიხარია, რომ დღესაც ერთმანეთს ხვდებით ძალიან მნიშვნელოვანი თვის ფორმატში. თბილისის საკრებულო ყოველთვის მზად არის, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქალაქის წინაშე აქვს უდიდესი ღვაწლი და თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან, უმასპინძლოთ და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ძალიან თბილი და ერთმანეთისთვის სასიამოვნო საღამო შედგება. მადლობა მობრძანებისთვის და ყოველთვის მზად ვართ, რომ იმასპინძლოთ და ყოველთვის მზად ვართ, რომ ჩვენი სივრცე დაგითმოთ თქვენ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის თბილისის საკრებულო, ხალხის საკრებულო და ყოველთვის არის თქვენი ადგილი ჩვენ სივრცეში. მე მინდა ვისაუბრო შემთხვევით და ჩვენ გვაქვს იმის გარდა რომ ყავს ოსკაროსები. მინდა ჩვენი გუნდმილი მადლობა გამოვხატოთ ისაც ვიმასპინძლეთ. მართლა ყოველი დღე ეთნიკები, რომელიც შეგვიძლია დაგეხმაროთ რა გავაკეთოთ და მაგრამ მოსიმოვლე და გოჩი და დავიცი თავს პირადად როგორც მე გვაიზებდა ძალიან ძალიან დიდი მადლობა გადავუხატოთ. ყოველდღიურად აინტერესებდა მეხმარება და რა უნდა გააკეთებია. მე მინდა პატრიარქის როგორც იყოს უამრავი ნახევარი და ძალიან მიყვარს ასე ვთქვათ ხმების გადაცემა და მე ვთვლი რომ ქრისტიანი ადამიანისთვის ნებისმიერ ადამიანისთვის მაგრამ მე მინდა რომ ისეთი ხელით გამოვწევ აი ეს რომ საკრებულოში აი ეს კიდევ უფრო და მეტი სამყარო გაკეთება. სკოლა დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. როგორი ტილოზე გაკეთებული ორიგინალური სამახსოვრო სიდური და რატომ მოუხმეთ ეს? შეგვიძლია როდესაც დასრულდება პოლიცია. ტილო არის ის, რაზეც შეგვიძლია სამახსოვრო ავტოგრაფი გავაკეთოთ და მე ძალიან მოვხმართ. აი ესე დაახვია და არ დაგიკარგეს და მისდევად დაგჭირს სამახსოვრო. მე მინდა აი ეს საჭიროები და აი ეს. და წელს განსაკუთრებით ყველაფერზე გავაკეთეს საქართველოს დროშები განსაკუთრებით. მაგრამ მინდოდა რომ ყველა დიპლომს აბსოლუტურად ყველაფერს მიიცი საქართველოს დროშები და განსაკუთრებით უღრმესი მადლობა მას მოგწონს და ისე არის. მინდა ვუთხრალო ჩთავალება სადავიგილოს მაშთებილის ზერა მეგავა Maștebilis sera medava fibino ეს არის ადგილი, სადაც ალბათ ძალიან ბევრი თქვენგანი იმატებდა და აი ესეთი ძალიან მაგარი კადრები გვაქვს. აი ესეთი, ეს არის შუაპროფილიანი და ძალიან მაგარია რა, ალბათ აი ესე ნაგვისკეც აი თომივანში და ესეთი სილამაზია. და ეს არის კადრები, რომელსაც ალბათ ბევრი თქვენგანი იმატებდა. ხეები გვაქვს მილანში. თილამაზი დღეებიც გვაქვს. აი ესეთი კარგი ხა წავედით ჩვენ გადაღებაზე და ძალიან მალე დაგიბრუნდებით ლისკონდა ჩავწეროთ და ნახოთ როგორი გამოვა ეს გადაღება.
Olivia. We had a Mimogi Panavi, Ninico. Angela Ulevilo, Dina Flacula. I got a venue. I got a venue. I'm going to მიხარია რომ ეს გრძელდება, არ სრულდება, მანან არ იცვლება, იმიტომ რომ ყოველთვის იყო, არის და იქნება ასეთი. კი ბატონო, ნამდვილად ასეა და დიდი მადლობა ყველას თქვენ მობრძანებისთვის. მიხარია რომ აქ ხართ და მიხარია რომ მეც ვესწრები ამ არაჩვეულებებს. გარიჟგაჟება, ოცნების, ბედის, ლექსის რითმებით ამოტვიფრული და მელოდია მოწვილი სენსიტივი. მიუხედავად იმისა, რომ საოცარი სიცივეა, მაინც ნახეთ რა სილამაზეა, აი ამ სილამაზის ნახვა, რა მაგარია, ყოველი კუთხე, ყოველი. აი მშვენიერების, რა ვიცი. ძალიან მაგარია. ნახეთ რა ლამაზია. საოცრად ლამაზი, აი ვერ ვთქვები მისი ცქერით რომ მიტყვიან. House. It's never too late to change your love.